არქეოლოგიურ ექსპედიციაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე იწარმოება და ამაზე დაგვილაპარაკებიან ჩვენი სტუმრები ლაშა ასლანიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საინვენტოს არქეოლოგიურ არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი და ევზარ კახიძე, აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი და ექსპედიციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მშვიდობისა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სიახლე რა არის ამ მიმართულებაში ახლა და როგორ მიმდინარეობს ექსპედიცია? სიახლებთან წარსულზე სიახლე ცოტა უცნაურაჯეს, მაგრამ ბატონი ემზარი ისაუბრებს უბრალოდ და საწყისში მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ფიჭვნარის ექსპედიციას უკვე 2011 წლიდან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს, გარდა ამისა იქ არსებული ბაზა, რომელიც ჩვენ გამოგვეცა სულ ცოტა ხანში, ჩვენ მის პროექტს შევისყიდით, განვაახლებთ და უკვე შესაძლებელიც იქნება, რომ უფრო კომპლექსურად მასშტაბები იზრდება. დიახ, იმიტომ რომ ძეგლი თვითონ ისეთია, ითხოვ ძეგლი ამას და მის ღირებულებაზე, მნიშვნელობაზე და თუნდაც სიახლეებზე ბატონი ემზარი უკეთ ისაუბრებს. შესანიშნავი? აბა გისმენთ ყურადღებით. ნუ ფიჭვნარი საკმაოდ ცნობილი ძეგლია, არა მარტო საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იბართებოდა შავისპირეთის კოლონიზაციისადმი მიწვეული საერთაშორისო სიმპოზიუმი წყალტუბოსა და ვაშში და მაშინ იყო ის ყურადღების ცენტრში პირდაპირ ჩადიოდნენ ხოლმე მონაწილეები ვანიდან ან წყალტუბოდან გათხრების დროს და ეცნობოდნენ იმ სიახლეებს, ამხრივ ძალიან ნოვაციური და საინტერესო ეს იყო, რა ქვია, და შეიძლება ითქვას, რომ გაგრძელდა ეს ცნობადობა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1998 წელს ამ ძეგლით დაინტერესდა ბუნებრივად წინა წლების გამოცდილებაზე და პუბლიკაციებს დაყრდნობით ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმი, კერძოდ ამ მუზეუმის ანტიკური ფონდების კურატორი პროფესორი მაიკლ ვიკერსი და 13 წლის განმავლობაში ფიჭვნარში საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ექსპედიცია ტარდებოდა. თავარი სიახლე შეიძლება იქ რა თქმა უნდა არტეფაქტებთან ერთად იყო ის, რომ დღევანდელ დღის ჩათვლით შეიძლება ითქვას, უკვე მე-9 ტომიც გამოდის, აი სულ მალე იქნება მე-9 ტომი აჭარის მუზეუმი დაბეჭდავს ფიჭვნარის ნაქალაქარისადმი მიძღვნილს, რომელიც ავტორია დოქტორი ირაკლი ჩავლეიშვილი. ნუ ამის შემდეგ ბუნებრივია პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში გახშირდა ინგლისურენოვანი სტატიები, მე ხშირად მომიწე პირადად მე და არა მარტო მე ძალიან ბევრს ჩვენს კოლეგას ფიჭვნარის შესახებ მოხსენების წარდგენა დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული თურქეთის ჩათვლით და რაც შეეხება წლევანდელ გათხრებს, ნუ ის ვერ გვიტყვი რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ სიახლეები იყო ერთი გამონაკლისის გარდა ძალიან იშვიათი ტიპის ელინისტურ სამაროვანზე ძალიან იშვიათი ტიპის საყური აღმოჩნდა, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ აი ელინიზმის სიმბოლური ასე ვთქვათ მახასიათებელი. მოგეხსენებათ, ელინიზმი არ არის მხოლოდ ბერძნული კულტურა, ჩვენ ფიჭვნარის რა ქვია კლასიკური ხანის სამაროვანზე ბუნებრივია და ელინისტურზეც ძირითადად პოულობთ ანტიკურობასთან, ასე კი, ნუ ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული ნივთებს და ძალიან ნაკლებია სულ რამდენიმე ცალი აღმოსავლური წარმომავლობის, ასე ვთქვათ, ნივთი, მაგრამ ელინიზმი მოგეხსენებათ გულისხმობს იმას, რომ ეს არის ანტიკური, ანუ დასავლური და ახლო აღმოსავლური ვერ ვიტყვით ფართო ცნება, სიმბიოზი და ეს სიმბიოზის დამადასტურებლად აი ასეთი აღმოსავლური ტიპის საყური აღმოჩნდა, თუმცა მის ჯერჯერობით არ მოხერხდა ანალოგების ნახვა, საკმაოდ იშვიათი ნაკეთობა, ძალიან მაღალი დონის. და შემდეგ რა ქვია ბუნებრივია ჩვენი რა ქვია სააგენტო და მისი დაუშვათ თანამშრომლები მოახდენენ პრეზენტაციას ალბათ ამ აღმოჩენების, არა მარტო წლევანდელ, შეიძლება წინა წლებისაც მოხდეს ერთობლივობაში რომ ანუ ეწება შანსი რომ უშუალოდ დავინახოთ. ხო, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის სანამ ჩვენ ვერ დავწუნდებით, არ დავწუნდებით რა ტიპის ნაკეთობა, ხა ჰაერზე ვერ გამოვიდათ, რა თქმა უნდა, ნუ მიმდინარეობს ეს ქალბატონი თამარ შალიკაძე უშუალო აღმოჩენია ამ ნივთის და იმედია სულ მალე, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტ სიახლეს
გაცნობებ და იმედე დაპატიჟებ და რამდენი არქეოლოგია ჩართული აღნიშნულ ექსპედიციაში და ეს ჯგუფი მხოლოდ ქართველებით არის დაკომპლექტებული თუ უცხოელი არქეოლოგებიც ყავს უცხოელი? ხო მე თქვი ბრიტანეთის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციას რა ვიცი 10-ობით არქეოლოგი არა უბრალოდ რამდენიმე არქეოლოგი იყო და 10-ობით სტუდენტი იყო რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ისინი ასე ვთქვათ პრაქტიკას გადიოდნენ დაახლოებით დაონდიკ უცხოეთში ჩვენ განსხვავებით პრაქტიკას გავლა შეუძლია სხვა პროფესიის არა აუცილებელი იყო არქეოლოგი ეს ერთგვარი რაღაც გამოცდილებას მე ძალიან კარგი საინტერესო ხო ვისაც აინტერესებს არქეოლოგია მოხალისეები ხო მოხალისეები რამდენი ხანი მიმდინარეობდა იქ საკმაოდ დიდხანს სხვადასხვა წელსაც 2 თვე გაგრძელდა ჩვენი ექსპედიცია მაგრამ ნუ მასშტაბი ოდნავ განსხვავებული იყო იქ რამდენიმე უბანზე ერთდროულად და ათეულობით სამარხი იქ რა მოგწონს მაგრამ როგორი რთული პროცესია ამინდაც დამოკიდებული ვართ იქ წვიმა ქარია მზეა ანუ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფრის შენახვა გადაფარვა რომ რაღაც არ დაზიანდეს და ძალიან საფრთხილოა თვითონ პროცესი ხო 2022 წელი მახსენდება ერთადერთი სამარხის პრეპარაცია მოახერხეთ მხოლოდ ისეთი წვიმები იყო რომ აი თქვენ თქვით აი ზოგიერთი ნივთი წყალში დარჩა უბრალოდ ვერ მოვა ისეთ საშინლად გაწვიმდა რომ აი ჩვენ ტოვებთ ხოლმე ზოგიერთი რომ ეს საჭიროა ფოტოფიქსაცია რაღაც ჩახატვები ჩახაზვა საჭირო და უწუთას არ გვაქვს სხვა პრაქტიკა ახლა ზოგიერთ ექსპედიცია უცხოეთში პირდაპირ იღებენ ნივთს მაგრამ ჩვენი ასეთი მეთოდოლოგია გვაქვს და აი ღამე ისე გაწვიმდა და შემდეგ იმდენ ხას იწვიმა რომ აი მართლა ძლივს შემდეგ რაღაც ლამის აკვალანგისტების გამოძახება და ძლივს მოახერხეთ ნივთების მოპოვება და მხოლოდ ერთი სამარხი მოხდა როდესაც 10 მინიმუმი უნდა იყოს დაახლოებით ახლა გააჩნია თქვენ თქვით რომ მოხალისეების ჩართული იყო რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ზუსტად ამ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია დაინტერესება და კიდევ აი კუთხით რომ ვისაუბროთ პროფესიული თვალსაზრისით რამდენად არის აქტიურად აი სოფომაც აღნიშნა რომ რამდენი არქეოლოგი იყო ჩართულიო და ეს არ არის ახლა ისეთი პროფესია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფლობდეს ანუ დეფიციტურია მაგრამ ძალიან პროფესიონალები ყავს საქართველოში და რამდენად არის ახალგაზრდების მხრიდან თუ დაინტერესება საინტერესოა გეტყვით ამის შესახებ დაახლოებით 4 არქეოლოგი იყო უშუალოდ ჩართული აღნიშნულ ექსპედიციაში გარდა ამისა ლაბორანტები და როგორც აღნიშნე სტუდენტები მოხალისეები ჩვენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არა მხოლოდ ფიჭვნართან დაკავშირებით გონიო აბსაროში როდესაც გვაქვს ექსპედიცია პეტრას ციხეზე ან ნებისმიერი არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების დროს ვიწვევთ სტუდენტებს და კონკრეტულ შემთხვევაში იყვნენ სტუდენტები ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სხვათა შორის უკვე მესამე წელია ისინი ღებულობენ მონაწილეობას აღნიშნულ ექსპედიციაში დანარჩენი წლებისგან იმას გამოყოფ რომ იქ საველე პრაქტიკები ჰქონდათ სასწავლო გეგმის მიხედვით და ეს რომ დაუმთავრდათ მათ ეს პრაქტიკა მაგრამ წელს თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და სული რომ მიიღოთ მონაწილეობა ბუნებრივია მნიშვნელოვანია იმით რომ ერთი უკვე აუდიტორიიდან უკვე საველე პრაქტიკა არის და უშუალოდ ეხება ნივთებს ფაქტურად ისტორიას ეხება და უკვე იქ თავისი ემოცია ზდევს ამ ყველაფერს უკვე იგრძნობა წარსულის თემატიკა და აქედან გამომდინარე უფრო და უფრო უყვარდებათ ეს საქმე აი პირველი წლის შემდგომ მეორე წელსაც იყვნენ და უკვე მესამე და მომავალშიც როგორ იქნება აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობაც ჩვენს ექსპედიციებში და პროფესიული გაზრდისთვისაც ბუნებრივია აუცილებელია საველე სამუშაოების გარეშე შეუძლებელია არქეოლოგი ჩამოყალიბება კაბინეტიდან არქეოლოგია არ იწარმოება და აქ კიდევ ერთს დავამატებ რომ ეპოქების მიხედვით ჩვენაც ექსპედიცია ჰქონდა დაწყებული ნეოლითიდან ეს მახვილაურის გონა სამოსახლოზე ჰქონდა არქეოლოგიური ექსპედიცია დამთავრებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით და ჩვენ თავაზობთ სტუდენტებს რომ წარმოვიდგინეთ ნეოლითი აგ მერვე მე-7000 წლიდან აგერ
ახალი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნემდე შეუძლიათ იმოგზაურონ და პრაქტიკა მიიღონ. შემდგომ ზოგიერთს აქვს სურვილი რომ გააგრძელონ სამეცნიერო მოღვაწეობა და ჩვენ ამ მხრივ ყველანაირად ხელს უწყობთ, იმიტომ რომ არქეოლოგიური სკოლა, რომელიც ჩამოყალიბებულია აჭარაში, ის უნდა გაიზარდოს, სიცოცხლის უნარიანი უნდა იყოს. ჩვენი მასწავლებლები ამას გვასწავლიდნენ, ჩვენ გაგვიკვალეს გზა და ჩვენც ვალდებული ვართ რომ ვიბაძოთ მათ და ყველანაირად დავეხმაროთ რომ არქეოლოგიურ სკოლა აჭარაში იარსებოს. ბატონო, იცით არქეოლოგი ძირითადად ასოცირდება აი ადამიანთან, ხო, ყოველთვის თუ ფილმები და რაღაცები გვაჩვენებს, აი ფუნჯით აუცილებლად რაღაცა. ანუ ინსტრუმენტულად რა შეიცვალა დაუშვათ თუნდაც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. ანუ სიახლეები ესეცაა, ხო, მოპოვების მექანიზმი, ახლა არის მომენტები, როდესაც არ იცის დაუშვათ იქ მოსახლე, რომელსაც ეკუთვნის კარმიდამო, ექსკავატორთან რაღაცა ამოიღო ეს მიწა რაღაცა დამტრია მოამტრია და შემთხვევით აღმოაჩინა მე მედიან სპეციალისტები და რასაკეთებ რა ნივთები გამოიყენება ყველაზე მთავარი პროცესი ეგ როგორ არის იცით უკვე თანამედროვეობა ახალი ტექნოლოგიებიც მოიტანა ხდება სკანირება ტერიტორიის შესაძლებელია ეს და პლუს ამას ჩვენ დეტექტორებიც მაგალითად წელს გამოვიყენო ყოველწურად ვიყენებთ, მაგრამ ფიჭვნარში ძალიან დაგვეხმარა მეტალოდეტექტორი, ოღონდ ეს პროფესიული ეს არის ხელსაწყო, არა მარტო ოქროს მაძიებლებით, ის არის სპეციალური ხელსაწყო არის, რომელსაც აგენტომ შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებულია, ის აფიქსირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ ნივთებს და იქ უკვე არქეოლოგი ფრთხილად მუშაობს და რაც შეეხება სკანირების მეთოდით ჩვენ ფიჭვნარიც არის მთლიანად აეროგადაღება ხდება ეს რაღაც იმპულსური სხივებია რომელიც აფიქსირებს მიწისქვეშა ნაგებობებს მიახლოებით მაინც და უკვე წინასწარ ვიცით მაგალითად სად რომელ ნაწილში არის შესაძლებელი რომ გამოვლინდეს ამა თუ იმ დანიშნულების მქონე ნაგებობა. ანუ რაღაც გარკვეულ სიღრმეზე სკანირებას აკეთებს მიწის სიღრმეში. მიწის სიღრმეში, დიახ. რენტგენი. ხო, დიახ, დაახლოებით ესეთი თემა, მაგრამ ის რაც თქვენ ახსენეთ, ახლა კერძო სამოსახლოა ბუნებრივია ძირითადად ჩვენთან შემოდის ინფორმაცია, მაგრამ მაშინ მთლიანად მთელი საქართველოს დასკანერება უნდა მოხდეს. მაგრამ ის ძეგლები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად შეიძლება ცნობილი იყოს, მაგრამ არქეოლოგიურად შესწავლილი არ არის, იმ დროს გამოიყენება სწორედ ეს მეთოდი. და კერძო სამოსახლოს შემთხვევაში უბრალოდ ბედნიერი შემთხვევაა, რომ ჩვენ გვატყობინებს ამის შესახებ, აღმოჩენის შესახებ და უკვე არქეოლოგები ჯგუფი გადის იმ პრევენცია იმ დროს რაც არის გასაკეთებელი ჩვენ ვაკეთებთ და შემდგომში უკვე იგეგმება რომ სრულმასშტაბიანი შესწავლა მოხდეს ამ ადგილას. კი ბატონო, მანამდე ახსენეთ მოგზაურობა ანუ საუკუნეების განმავლობაში, ანუ შრეები და რაღაცები და ხო ხდება ბუნებრივია ისე რომ ერთი და იგივე ნამოსახლარზე ხდება ეს მოგზაურობა და როგორ არჩევთ დაუშვათ პრიორიტეტს რომ აი აქ გავჩერდები, იმიტომ რომ ამის იქით ვერ მივდივართ ან არ მივდივართ და რატომ მაგალითად. ასეთი ძეგლია ძალიან ახლანდელ მე-15 საუკუნის სახს დავანგრევთ იმისთვის რომ ვიპოვოთ პირველი საუკუნის და რამდენად როგორ არჩევთ ამას. აი ესეთი საინტერესო ძეგლი არის მახვილაურის გორა სამოსახლო, ახსენე კიდევ ნეოლითური ეპოქა, იქ გვიანბრინჯაო ადრეკინის პერიოდიც არის და ანტიკური და იქ და ეს როგორ ხდება იცით აი მაგალითად დავედით გარკვეულ კულტურულ ფენამდე და არქეოლოგი ბოლოს ვალდებული არის საკონტროლო ჭრილები გააკეთოს და დარწმუნდეს იმაში რომ ამ ეპოქის შემდგომ ქვევით არანაირი კულტურული ფენა არ არის და არანაირი ეპოქა იქ ამ სადაც ადამიანი მოღვაწეობდა ეს უკვე აღარ არსებობს. ისე რომ დანგრევით არქეოლოგი ასე არ მუშაობს. ხო, დანგრევს კი არ გულისხმობდი ანუ დიახ, ეს ამ ფორმით ხდება და უკვე ჩვენ ვიცით რომ მაგალითად პირობითად აი მე-12 საუკუნის შემდგომ უკვე ქვედაფენა უკვე აღარ არსებობს და იქ დაუშვათ დაიწყო ცხოვრება მე-12 საუკუნიდან მოღვაწეობა გარკვეულმა საზოგადოებამ
დაახლოებით ესეთი ფორმა არის. აი მე გეტყვით ზეზვადამზიას აღმოჩენის თემას, იქ შუა საუკუნეების ნაეკლესიარზე მუშაობდნენ, არავის არ ეგონა რომ იქ იქნებოდა ესეთი საუცხო აღმოჩენის მოწმენი გახდებოდა მთლიანად სოფლიო საზოგადოება და სწორედ საკონტროლო ჭრილები, როდესაც გავლეს, აი იმ დროს აღმოჩნდა სწორედ ეს ზეზვადამზიას არტეფაქტი რა, ძვლოვანი მასალა და ესე ხდება ხოლმე ეს ვალდებული არქეოლოგი მთლიანად უნდა მოხდეს ძეგლის შესწავლა და მისი ქვედა ზღვარი ქრონოლოგიური ის აუცილებლად უნდა დაადგინოს. კი ბატონო, საინტერესოა წლის განმავლობაში კიდევ რა სხვა კვლევა აწარმოა სააგენტომ. ჩვენ ახსენე კიდეც მახვილაურის გორა სამოსახლო, ასევე შუა საუკუნეების ციხის შესწავლა მოვახდინეთ შვახევის მუნიციპალიტეტში, ოქროპილაურის ციხეა, იქ ჩიროხის წყლის და წყლის გასაყარზე არის. მარეთის და შუბნის ხეობას აკონტროლებდა და ზოგადად აჭარი წყლის ხეობის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული ციხე არის. თავისთავად გონიო ეს ყოველწლიური შესწავლის ობიექტი არის, პეტრაციხის-ძირი და ასევე ფიჭვნარი. ეს ჩვენი პატარა რეგიონისთვის 5 ექსპედიცია 6 მაქსიმუმ საკმაოდ საკმარისი არის, ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო მაგალითად გათხრები რო აწარმოო, რაღაც აღმოაჩინო, ამის შემდგომ ამის ინტერპრეტაცია ხდება. ბატონმა ემზარმა ახსენა კიდევაც ოქროს საყურე. ახლა მისი კამერალური დამუშავება მიმდინარეობს, გაწმენდა, მისი აღრიცხვი დავთარში გადადის, მერე იქიდან ფონდებში უნდა გადავიდეს, მუზეუმს უნდა გადაეწდეს, საკმაოდ რთული პროცესი არის და კვლევაც ბუნებრივია და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ ნებართვას არქეოლოგიური გათხრების შემდგომ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და ზოგადად სააგენტო ვალდებულია ანგარიში რო წარმოადგინოს და ეს ანგარიში საკმაოდ ვრცელიც არის და შრომატევადი. ასე რომ ჩვენი რეგიონისთვის ეს მასშტაბები საკმაოდ ნორმალური არის და მისაღები. კი ბატონო, ესე იგი არტეფაქტის ბოლო გაჩერება არქეოლოგიური მუზეუმია, ხო? და დამთვალიერების შესაძლებლობა იქნება, რომ მოინახულოს აღნიშნული ნივთი. კიდევ რაიმე ხომ არ არის საომალოდ დაგეგმილი ფიჭვნარში? ერთი თხოვნა მაქვს. რაღაც ოცნება მინდა ავიხდინო. აბა. ესეთი ზოგადად ექსპედიციის დროს ჟურნალისტები მოდიან ხოლმე და ბუნებრივია აინტერესებთ რომ გააშუქონ და ყველაზე და მქონდა სურვილი რომ პოზიციები რო შეცვლილიყო ექსპედიცია ჩაგვეტარებინა, სადაც ყველა ის ჟურნალისტი მოგვეწვია, ვინც მაგალითად აშუქებს ჩვენს არქეოლოგიურ ექსპედიციას, თუნდაც გადაცემის მონაწილეები თქვენი სახით, რომლებიც დაინტერესებული ხართ, რომ საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი საქმიანობის შესახებ, დიდი სიამოვნებით მოგიწევდით ერთ დღეს, მომავალში შეიძლება ეს რომ დავგეგმოთ და თქვენ უშუალოდ არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ ის პროცესი, რა პროცესაც იქ ერთი დღიანი, თუნდაც 2 საათით საკმარისია რომ შეიგრძნოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ის ფუნჯით მუშაობა და როდესაც არტეფაქტი ამოდის და როცა ხედავ აი ბატონი გაგვიზიარებს ალბათ როგორ უნდა მოვიქცეთ და არ დავაზიანოთ. დიდი გამოცდილება აქვს, ექსპერტია. თორემ დათურის სამსახური არ გავუწიოთ. თამაში. არა, მიღებული წესია სხვათა შორის ასე არსებობს არქეოლოგიური ტურიზმის კი, როდესაც აი მონაწილეობენ აი მოყვარულები, ვისაც აინტერესებს არქეოლოგია და ზედამხედველობის ქვეშ საზაფხულო ბანაკები ასეთი არის, ასე რომ არ არის ეს რთული და ასე რომ სიამოვნებით ვერთევი ბატონ ლაშას წინადადებასთან მე და ჩემი კოლეგები რა თქმა უნდა ყოველთვის დაგეხმარებით. რომ დამპირდით რომ ნამდვილად გამოწვევა მიღებულია, ესე იგი ძალიან საინტერესო თავგადასავალი. ხო, გველოდება წინასწარ დავიჭრი. და ერთი ტრადიცია არსებობდა ფიჭვნარში, ბატონმა ამირან კახიძემ ჩაუყარა საფუძველი
ექსპედიციის დროს პირველი აღმოჩენა სასმისთან დაკავშირებით თუ იყო, აუცილებლად იმ სასმისით ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაძელოს ვამდით ხოლმე. წარმოიდგინეთ 2500-2400 წლის წინანდელი კოლხური ან ბერძნული სასმისი და ეს ტრადიცია არ უნდა მოიშალოს. ასე რომ დრო გვაქვს, იფიქრეთ და მომავალში აუცილებლად წინასწარ გახადეთ, თორე არ მოვალ იცოდეთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დავეშტობებით ჩვენ სტუმრებს და რამდენიმე წამში ესერ დავბრუნდებთ.